მოგესალმებით, დღეს გვაქვს პირდაპირ ჩართვა პოლიტიკოსთან ბატონ ზურასთან. გამარჯობა. გამარჯობა. გვითხარით თქვენი ახალი პარტიის შესახებ. ჩვენი პარტია არის ახალი დაფუძნებული სახელმწიფოს პარტია და მე მისი მომავალი ექს-პრეზიდენტი გახლავ. აი, გრძელდება პარტიული მიღწევები და კითხვით გადამინაცვლებ პარტიის სიით პირველ მეორე ნომერთან ბატონ ირაკლი დიდებულიძესთან. ბატონო ირაკლი, თქვენი არჩევის შემთხვევაში რას პირდებით ხალხს? არ არის რა, როგორც აქამდე იყო. და აქამდე არ არსებობს რომ რაღაც არ გადაიკვეთოს ან მსგავსი რაღაც გამოსცემა. სხვა ქვეყნის ეკონომიკაზე რას გვეტყვით? აი გეტყვით, მორწმუნეთ. მოდი, ზე მიგვანიშნებდა ზურა ამ შემთხვევაში თავად მას გავესაუბროთ, იმიტომ რომ უფრო დეტალურად აგვიხსნის ამის შესახებ. ჩვენი არჩევის შემთხვევაში ქალაქში, რეგიონში მთლიანად შემოვა ესეთები. ესეთები დაიდგმება ყველგან და ბევრი რო იქნება, მე რაღაცა იქნება. ყველა ხვალ შემოვიდა. თუ ყველა შემოვიდათ, ისევ გავიდა. მაგრამ ბევრია, იცით, აი ჩვენი შემოტანილებია, დავიწყეთ 1 2 3 5 ისა გვაქვს კანონა კანონები შემოსულია. მოკლედ 5 კანონით დავიწყებთ და ნელ-ნელა უფრო და უფრო გავახანგრძლივოთ ამ პროცესს. ეგ არის რა, ეგაც. აბა შველი გატო. ეს ჩენჯულია. ესე იგი, ეხლა გვექნება უბრალოდ ეს სამზადისი. ეს არის მუკბანგი. უშუალო მუკბანგი და უშუალო თემებზე უკვე გადავალთ შემდეგ ჭრაში. შეგიძლია მოთება გააკეთოთ. უკვე ყველაფერი გაიგოს, ანუ ვიდეოდეთ რომ ჩვენ პოლიტიკაში ადრე ვიყავით. ადრე ჩვენგან იმართებოდა რაღაცები, მაგრამ კარგად ვერა. ეხლა დამწუხეთ თუ კარგად მართობ. კარგად მართობ. ანუ თავრობა პირდაპირ ასე ვთქვათ, ჩვენი არ ემორჩილებოდა ჩვენ ვითითებდა. ხო, ანუ ნებისმიერი მთავრობა, ვინც კი ყოფილა, ხო, არის და იქნება, არავინ არ ემორჩილებოდა ჩვენ რო ვამბობდით. ესე გააკეთეთ, ისინი ამბობდნენ, რომ ეგრე არ გავაკეთეთ. და დიდად თავს არც ვიკლავთ. არც ვეუბნებოდი, რომ გააკეთებინდან და რა. ყველა მთავრობა მიცის ისე ჩვენი ადგილი. ჩვენ არავის იმაში არ ვერევით, რომ და ეგრეთ გააკეთე ის გააკეთე. მაგრამ არც გადავწყვეტეთ, რომ ჩავერიოთ და ეგრეთ ადრეც ვერეოთ. ხო, პოლიტიკაში ხო ვერ ყვევი. კი, შენ პოლიტიკა. ხო, პოლიტიკოსები ალბათ არ გვინახავს როგორ ჭამენ, ხო ეგრეა? ხო. მშიერი პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკოსი მშიერი არის, მაგრამ უნდა გააკეთოს პოლიტიკოსი, უნდა იყოს მაწვავ. მაწვავ პოლიტიკოს საჭმელი არ მოეკითხება. ეს უბრალოდ სიტყვებს ვამბობ, უშინაესო, მოთევა არის რა, სხვა არაფერი. ნიჩვეს ტვინი დაგემონდეს. გაათმოდეს და გაცნობიერდეს. დეკლარირების დეკლარირების ნაწილი ასე ვთქვათ. კი. აღწერა მიმდინარეობს ჩვენთვისში, ასე ვთქვათ, სვადების. ეს არის ლუდი ორისი და იყო პურის უფრაზე აუცილებელი, პური ჩვენი ასობის. აბა, ვინც გიყურებს, გაგვიმარჯოს ჩვენ. აბა შენ. აბას ვიუერებს ჩვენ და ხალხს გავხსნით. შეიძლება ხალხს გავხსნით. კაილუნდია. გული მოგალი. დაგიმატო? დედა. ხო, დავიწყოთ ახლა, ხო? შესავალი. ეს იყო შესავალი, ახლა შემდეგ ეტაპზე გადავალთ და კი. აი მაგალითად, მხოლოდ თავრობაში მხოლოდ შედის და მოიყვანო 10 კაცი. ხო. აი ეს 10 გახადა ახლა დავუშვათ 2 შემცირებები. ხო, შემცირებები რა სამსახურში და დაწევია. 2 კაცი ხო დარჩა? კი. ერთის დამატების საშუალება მოგეცა რა. ის დამატება ხო, 3. ჩვენ 2 და ეს ჩვენ და ვიღაცა. ვიღაც, აი ვის აიყვანდა ამ ერთს. არის. აბა იმ რას ვერაფერს გააკეთებ. შენ ისეთ კითხვებს მისვამ ახლა, რომ რაღაც მე აი საკითხები მომზადე. მოდი ახლა. არა, შენ გუდავსტელიოზ. შენ მე არ ვიცი რა მოდი აი ახლა
ვიღაცა ხوار. ანუ ეკონომიკა თავი ჯანდაცვა თუ რა თქო მაგისგან მიდიოდი. ყველაფერი ისაა. ხო მე ნახე ბატონო იღები. შეგეში აგიმართე. ეხლა გამოგიხანი ეს ისე. ხო და რაღაცებში გავიგეთ. ხო და რო გაერკვიო ლაპარაკით ილაპარაკი. აი დავუშვათ პირველს ვის დაიმატებდი და დაიკიდე მიპასუხე. ხო. ვის დაიმატებდი პირველს პრა რა აქვს? მეთქი სამიდან ვის დაიმატებდი. პირველი დავიმატებდი ალბათ ვინც ერკვევა სოფლის მეურნეობაში. სოფლის მეურნეობაში, ხო? სოფელში არავინ აღარ დარჩა და ისთვის აკეთება მეურნეობას. აი ოპოზიცია ყავს რა. შენ ეგეთი კითხვა დაგისვა რა სოფლის იმაში არავინ არ დარჩა ხოლმე. მე ხوار გიყავს დამჭა თუ არ დამჭა. მე ვის დავიმატებდი მეთქი. ხო, მაგრამ როგორ უნდა უპასუხო? ყავს მეთქი ბიძა ჩემი არის, მაგრამ ხო და შენი აზრი ფიქრობ და არავინ ხალხი არ გადააძებს. რა აუ გეტყვის და გავუშვებდი ოპოზიციას გავუშვებდი სოფლის მეურნეობაში ოპოზიციას მიუშვებდი მე უსოფლელები არიან ოპოზიციაში კი ბატონო სოფლის მეურნეობაში გავუშვებდი აი პროცედურა შეიძლება რა სოფლის მეურნეობა ანუ შენ აი ბოდი ცუდია სოფლის მეურნეობაში შენ თვითონ ვარ ხო შენ თვითონ ნიკითხე შენ ვისაუბრებაში ვერა ვიცი მე შენ ოპოზიციაში ვიყავი შენ მოკლედ დასვი კითხოთ დავიმატჩები აი ზურა აი ჰოაი ჰეთი მამაილა აი ესე მიყვეთ რა პაპარიატყუ რა პაპარშუ ხო პაპარშუ მე ხა ვერ ვერკვევი და მე მინდა რომ ერთად ჩამურო გავერკვევ რა მე ფიქრობ ხო გაისტებ დავუშვათ გვაქვს მიწის ნაკვეთი საქართველოს ხო საქართველოს არის მიწის ნაკვეთი ოღონდ ხა ვითომ დავუშვათ ხალხი არ ცხოვრობს ხო რა კაი დაშვება ხედა დავუშვათ შენ ხარ მარტო არავინ არ გებზვის ჯერ არც იციან სადახარ იციან არ გებზვიან რა მიდი აი 100 წელი გადროვეო რა აბა რა შვები აი რას ისა პირველი რას ვსაუბრობ ხო პირველი გამოვიკვლევ მიწას ამდენად მედეგია მედეგი აკრობს რა თქმა უნდა ოქროს ჯართს ჯართი ხო ისე უცემენ ხო რადგინდა ეს პირქვიშას ოქრო რადგინდა მოდი კარი გავხდები ანუ ვერ ყიდი ვერაფერს ვერ ვყიდი აბა ან შენ ნაკვეთი მაშინ საჭმელიც და დასალე ოქრო არის გამარჯვება კინა გინდა შენ ოქრო კბილები ხო კი ბატონო და შიდა ეკონომიკისთვისაც ოქრო რა ცუდია ერთი ხარ მარტო ხალხს ვერ შემოგვიყვება ხალხი არ აკავს ჯერ ერთი ხარ ანუ მე ვფიქრობ რომ ალბათ უნდა მოსავალი მოიყვანო ღორი გამიში ქათამი რა ღორი რა ერთი ხარ დაკარგი შეჭამი ღორი საიდან გამოვიდა ანუ მაკედონ თუ დავიწყებთ ერთ ადამიანს რა უნდა მე გავაკეთე სამზე და ოჯახი შექმნა და კი ბატონო თუმცა ოფშე პოლიტიკა რა ხო ჩამიწრია პოლიტიკა რა არჩე მაგასი დასავლევი და ბაზარი რა და პოლიტიკა იმენა მოდის კი ერთი რო ხარ ერთი ადამიანი ერთი რო ხარ მარტო ხარ კი ან უნდა ან ჭამაზე უნდა პირველ რიგში კიდე ჭამა ჯანმრთელობა არა ხო ნუ გაცივდე ჭამალი ხო ჭამა გინდა გასაცმელი მოდი იმას ჯანმრთელობა შევეშვო დავუშვი ჯანმრთელი ხარ აფერი არ მოკაში ხო ჭამა გინდა და მეორე ნადირმაროა შეჭობს ხო ეს ხო აღარ დაიძინე მოვიდა ვირი და შეჭამა უსაფრთხოება ჭამა და უსაფრთხოება ნუ კიდე რაღაცები არის თუ გინდა ეხა ორი ხარ აი დავუშვე საჭმელი გაქვს მოაგვარი აი ხო საჭმელი თევზი მოდის ხან კარტოფილი და ლოგინი ხო გინდა სახლი ხო გინდა წიმავა სახლი საჭმელი ლამაზი სახლი ალბათ არ გინდა ლამაზი არ გიჟბი ხო სასწაული თუ გაქვს და რაღაცა გაქვს ხო ლამაზი შენ პოჩი ლამაზი ისტორია ეგ გადავწყვიტე ეხა უკვე ორი ხარ მე და შეიძლება მე ეს გავიჩით შეიძლება ხალი უნდა იყოს მარტო შეიძლება შოთან ზოგადად ადამიანზე ვლაპარაკო ხალები იქნება შენ თუ გაიჩითე ხო ოღონდ მე შენთან ახლოს ცხოვრება არ მინდა კონფლიქტი იწყება ხე კაი
აი ეს არის, აი ანუ უკვე მოშორებით თუ მუშაობ? გზა გვინდა ხო ხანდახან ჯოკერი თამაშობ. ანუ ნახე, მე დაგჭირდება საჭმელიდან და რაღაცებიდან გამომდინარე, გაცვლა ერთმანეთის რაღაც ფული. არა, ფული არა. ეკონომი. ნახე, ფული მე ბოლოს შემოვიტანე. საჭმელი ორივეს თანაბრად გვაქვს? არაფერი არ გაქვს შენ განსაკუთრებით, მე არა მაქვს. არა, მეც მაქვს ყველაფერი. თანაბრად გვაქვს? თანაბრად. ეგ არა რეალისტური მაგალითი. დაუშვათ მე. ანუ ბარემ რეალისტური მოიყვანა. არა, ნახე ერთი ვარიანტი ხო არის, რომ შენ არაფერი არ გაქვს და ყველაფერი მე მაქვს. მეორე პირიქით დარჩენი შუაში არის, ხო? ეს პარამეტრი თუ რა? ხო, ეგ ერთი პარამეტრი არის რა ეს. აი, ერთნაირები ვარ. ჯერ ვიხილავთ ერთნაირად თემას. ერთნაირები ვარ თავი, გავხეთქოთ ზევაში ერთმანეთს. ხო და უყურე ნახე ხა პრობლემა სად მივდივარ. ო, სამნირო ვარ. ეს საჭმელი ხო თანაბრად ხდება. მესამე მოვიდა. ვიღაც მოვიდა დაუშვათ. აი, მესამე პროსტა მოვიდა. ჩვენი არ არის. არა, ჩვენერი იყრიგივი აქვს ყველაფერი. ეს გაიჭირდა. ხო, 5 მილიონი მოგროვთ. ხო, საქართველოს ტერიტორიაზე. 5 მილიონი ადამიანს საჭმელი რამდენიმე და ეს დავიანგარიშოთ. 5 მილიონჯერ 100 ლარი დღეში. ფული არ არის ჯერ. 5 მილიონი ვართ საქართველოს ტერიტორიაზე. რა ფართობი გვჭირდება, რომ ამ ფართოდ ესე დავთესოთ ღორი, მწვანილი, ცხენი, რაც ჭამისთვის გვჭირდება იმედი. სხვანაირად უნდა ვიფოთ ეგრე არის. ოღონდ. ანუ ღორს ღორი დადის იმ ფართობში ადინაში. რას ანგარიშობ, ანუ მე მაგარიშობ გეთმას შეკეთო. თევზით თუ შედის მან თევზით კარტოფილიც შედის ღორში, ყველაფერი შედის. ანუ მე ვამბობ, რომ ყველა საჭმელი რაც მოგინდება, რამდენიც მოგინდება დღეში იმდენს ჭამა რომ შეგეძლოს. ეს 2 წელი ყოფნის 150 კილო იყო, რაღაც ბეში. 150 კილო, დღეში 5 ყოფნის. ერთი წელი ხო ყველაფერი ყოფნის. ძრო ხარ რამდენი არის? ხო არის 300 კილო რა. მეტი. უძო 8000. ყოველი ბოსტნეული ამის სულერთი არის. ხო და ეხლა მაგარ ვსილობდი რომ არ მაცადი ხორს რომ გადაიკიდეთ ხო. პროსტა თქვი. ასლარად რო კიდო პარკებს ხო. ხო მოგან. ხო არის 20 კილო. კი, 20 კილო. ეგ არის. შაკიტა თქვი. მე მოცხოვრების რაოდენობა დავითვალო. ანუ ფარტი დავითვალო, რომ ამ საქართველოს ტერიტორიაზე ეს ფარტი გვჭირდება იმისათვის, რომ მარტი რო დათვალე მარტო. ხო. არ ყოფნის. ცხოვრების რაოდენობა იმ ფარტში ხო შევა. მე სხვაგან მივდივარ მე ეს მაგას ვერ ხვდები. ხო არა დათვლი არავის არც ერთი. მოგონა დათვლებები. ვის აქვს დათვლი? ყველას თავთავში ბიზნესები აქვს, იგრასაც ანუ ზოგადად ადამიანი სტატისტიკურად რამდენი ჭამს? არა, ეგ დათვლია. მე მგონი ეხლა ჩვენ გვინდა თბილისის ყველა ტერიტორია სადმე. ეს ხალხი ბიუშვით. მე შეიარაღებს გადავანახე შეიძლება. რაზე? შეიარაღებს ოღონდ დაუშვება კიდე. შევაჯამებთ, ესე იგი ზურამ წამოაყენა კანონ პროექტი, რომლის მიხედვითაც 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კილომეტრი. 30 კილომეტრი მიწის ნაკვეთი. მთელი საქართველოს მოსახლეობა იქნება მაწყარი, ნებისმიერი არჩევანი და ასორტიმენტი ექნება საჭმლის ხილით და სხვადასხვა საკვებით დაბალანსება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ახლოს ისტორიასთან ჩვენ ეკონომისტი გუნდი როგორც გვეყოლება მას და ანგარიშ ჩამოვაჩვენებთ. და ძალიან მარტივად გააკეთებენ ამ ინტერესო იყო. დიდი მადლობა. ივენთი შეძლო. ზურას. მადლობა ირაკლს. ჩვენი მადლობა. ჩვენი ნომერი. შემოხაზეთ ნომერი